მარტონი არა ვართ ამ სოფელში, ამ სამყაროში, რომლის თავადიც თავად სატანაა და რას ნიშნავს თავადიც რა სატანამ შექმნა ეს სამყარო თუ რა არის თუ ეს სილამაზე და ეს კანონზომიერება და ეს დიდებულება და ეს რა სატანამ შექმნა რას ნიშნავს თავადი არის ამ სოფლის სატანა ამ სოფლის უფროსი ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანები ჩვენ დავემორჩილეთ მას სამოთხეში რადგან ყველანი ადამიანში ვიყავით ადამიანში ჩვენ დავემორჩილეთ მას და მისი ნება ჩვენზე დომინანტი გახდა და ის საცდურები რომელიც სამოთხეში მოგვანიჭა ბრჭყალებში ის საცდურები რითაც გვასტუნა ის მემკვიდრეობითად მოყვება ჩვენ რომ გონია რომ ჩვენ ვართ ღმერთები ღმერთის გარეშე რა თქმა უნდა გონია რომ ჩვენ გარეგანი რაღაც ბაბილონის გოდოლის აშენებით მაგალითად ან ხელოვნური ინტელექტის დღეს საოცარი წარმატებებით რომ რაღაცა ღმერთობას ანუ ბედნიერებას მივაღწევთ ხო ეს ყველაფერი იქიდან მოდის მე არც მშენებლობას უარყოფ და არც ტექნოლოგიის განვითარებას მაგრამ მაგ დამოკიდებულება ჩვენ გვგონია რომ რაც უფრო გაი მარსზე თუ მარსის კოლონიზაცია თუ მოხდა ვიქნებით ბედნიერი რომ ამაზე მეტი სისულელე უბრალოდ არ არსებობს აგრე სახარა გაქვს მიდი მიხედე და გახადე სამოთხე თუ შეგიძლია აქვე არ არის რა სადმიდიხარ აქ ლაპარაკი იმაზეა რომ ადამიანი ცდილობს რომ ბედნიერება იპოვოს მიწიერ რაღაც манипуляციებით ტექნოლოგიების განვითარებით გარე სამყაროდან მიიღოს ეს ბედნიერება ანუ ღმერთობა რა არის ხა ხო ღმერთობა ჩვენ არ ვიცით ბოლომდე რას ნიშნავს მაგრამ აი კარგად რო ვართ რა ბედნიერები ვართ ჩვენი ცხოვრების სიცოცხლე ჩვენთვის წარუვალია და ასე შემდეგ ხო გარეგანი რაღაც საშუალებებით როგორც იმას ნაყოფის მოწყვეტით ეგონა და დემონური ნება აი კაცობრიობა გახდა ესეთი და თავადი ამ სოფლისა არის სატანა ნიშნავს იმას რომ ადამიანთა უდიდესი თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა და რაც დაფიქსირდება ბოლო ხო შეიძლება ეს დაუჯერებელია როგორ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ეშმაკს ემორჩილება დიახ და ცოტა ხანში ეს ბოლომდე რეალიზდება ჩვენ ხო ჯერ ადამიანი რომელსაც სულიერი თვალი ახელილი არ აქვს რელიგიური ცხოვრება არ შველის შეიძლება რელიგიური ცხოვრება გქონდეს ყოველდღიაზიარებოდი მაგრამ სულიერი თვალი თუ დახუჭული გაქვს ვერ ხედავ ამას რომ რა ხდება სამყაროში იმის მერეც კი ვერ ხედავ როდესაც სამყარომ ქრისტე ჯვარს აცვა და მე მინდა ხშირად მithქვავს რომ სამყარომ როდესაც ქრისტე ჯვარს აცვა სამყარო მაშინ იმ პერიოდში იყო ზნეობრივი და სულიერი ამაღლების პერიოდში მაშინ აცვა ჯვარს მაგრამ ამაღლების პერიოდში იყო და მერე შეიქმნა ის რაც შეიქმნა ხო საოცარი ქრისტიანული ცივილიზაცია და სამყარო შეიცვალა და შემდეგ დღეს არის სამყარო დაღმავალ პერიოდში როდესაც ჯვარცმული უკვე უარყო გლობალურად მთლიანად და სხვა ჯვარცმა უბრალოდ აღარ მოხდება ადამიანი ზალით შეიძლება იბრმავებდეს თავს მაგრამ შეუქცევადი პროცესი აშკარაა და ის რომ შემონახალი ღვთისმოწყალე რო ამბობს რომ შენში თუ ქრისტე არ არის აუცილებლად ეშმაკია ადამიანი ამას ვერ ხედავს ვერ გრძნობს ვერც საკუთარ თავში ვერც მოყვასში ვერც მტერში ვერც მოყვარეში ვერც სამყაროში რაღაცა მიელტვის რაღაც უტოპიურ რაღაც ილუზიას რომ აი რაღაცა ბედნიერი სამყარო ბედნიერი ქვეყანა შეიქმნება და ასე შემდეგ და ვერ ხედავ დაბრმავებულები ვართ საითკენ მიდის ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ამის ილუსტრაცია რომ ეს 100-ია და არასხვანაირად რომ მართლაც თავადი რომ არის ამ სოფლის სატანა რომ არის ამ სოფლის უფროსი ამის ილუსტრაცია საბოლოოდ მოხდება ანტიქრისტეს დროს რაც ჩვენ თუ გვწამს გვიწერია წმინდა წერილში და ეს ხდება ახლა ზუსტად ეს ჩანს მაგრამ საოცრება ის არის როდესაც ეს მოხდება კაცობრიობა მაინც ვერ ფხიზლდება და ვერ დაინახავს ამას. ჩვენ ხო ვიცით რომ როცა დაუბრუნდები ლუკას სახარებაში რომ ამბობს უფალი ვიპოვიკია სარწმუნოებას. კუნძულები რაღაცა ერთი კუნძულები იქნება მცირე ეკლესია დარჩება რაღაც პატარა კუნძულებად. და იმათვის მოვა შეიძლება ასე ვთქვათ უფალი იმათვის მოვა